მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, დღეს თავდაცვის ძალების დღეა და მივულოცოთ 35 წლის იუბილე. რაც შეეხება ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც მე ფასების გაძვირების კომისიას ვუწოდებ, ეს არის აბსოლუტური ფარსი და საპარლამენტო ინსტრუმენტების აბუჩადაგდება, ხალხის დაცილა. რაზე არის საუბარი, როდესაც არ მოუწევიათ ამ განხილვებზე რეალურად ფასების მიმართულებით პასუხისმგებელი ორგანოს, მაგალითად საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. თუ საუბარი არის კარტელულ გარიგებებზე, რატო არ უნახეთ იქ მაგალითად კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები? თუ საუბარი არის ზოგადად ეკონომიკურ პოლიტიკაზე, საბიუჯეტო პოლიტიკაზე, რატომ არ არიან წარმოდგენილები ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ, ხო? თუნდაც ამ კორუფციული საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში. ამიტომ ეს ყველაფერი იყო, აი სიტუაციის მიხედვით ახალი ამბების გადაფარვის მცდელობა, იმიტომ რომ თავდაპირველად როდესაც გამოაცხადეს, რომ აი ფასების მიმართულებით იწყებენ მუშაობას, რაღაც პოზიტივი შემოიტანეს საკუთარ ამომრჩეველში, რომ იქნებ ფასებმა დაიწიოს. ლოგიებში ყველა სამომრჩეველს აწუხებს ეს და ამიტომ თავდაპირველად გააჩინეს მოლოდინი. ეს ყველაფერი ესეც კი გააკეთეს არაკომპეტენტურად, როგორც ყოველთვის აკეთებს ყველაფერს ქართული ოცნება, როგორ შეიძლება ფასების ზრდაში აჩერო მაშინ, როდესაც არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ზოგადად გრძელვადიანი ხედვა, მოკლევადიანი ხედვა, გრძელვადიანი სტრატეგია, მოკლევადიანი სტრატეგია, სამოქმედო გეგმები არ არსებობს ფორსმაჟურის სიტუაციაში რასაკეთებენ. და ამიტომ ახლა სუსის წარმომადგენელი თუ შევარდება რომელიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში ან საწარმოში და თითს დაუქნევს, შესაძლებელი არის რამდენიმე თვით დაიწიოს ფასმა, მაგალითად იანვრის თვეში თუ კვერცხის ფასი იყო 5.5%-ით გაძვირებული და შემდეგ თებერვალში კეთილი ნების ჟესტის ფარგლებში დააკლეს ამ თანხას, ეს იყო უბრალოდ აი იმ პოლიტიკის შედეგი, რა პოლიტიკითაც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ფასებს აკლებდნენ, თორე რეალურად არაფერი არ მოხდარა. დღეს გვაქვს ჩვენ ქვეყანა, სადაც აი ამ მცირე წარმომადგენლობით ქვეყანაში ვართ როგორ მდგომარეობაში. ქვეყანაში არის 700,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, ნახევარზე მეტი არის ბავშვი, 23,000-მდე სკოლის მოსწავლე არის გასული ქვეყნიდან და შეწყვეტილი აქვთ სკოლაში სწავლა. ამას გარდა ქვეყანაში ფუნქციონირებს უფასო სასადილოები და იმასაც კი იტყუებიან დიანა, რომ ლარი და 70 თეთრი ჯდებაო, ერთი ბენეფიციარის კვებაო და აქაც შეტანილი აქვთ თანხები მომსახურების და იჯარის, ანუ რეალურად კვება ჯდება ლარი და 13 თეთრი და ამასაც კი თურმე კორუფციულად განკარგავენ და შემდეგ სუსი გამოდის და ამბობს, რომ დავაკავეთ ადამიანები. აი ამ მოცემულობაში რა უნდა გააკეთოს? ნახეთ, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, ლოს გუნდი რომ იყოს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შევეჩვიეთ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან დიდწილად, ასე ვთქვათ, კრიტიკაზე აგებულ კამპანიას ან საკუთარ თავის წარმოჩენას საზოგადოებისთვის. თქვენ როგორ შეებრძოლებოდით? თქვენ რას იზამდით? თუ ჩათვლიდით, მაგალითად ჩვენი პირველი სტუმარი თვლიდა, რომ ძალიან ლოგიკურია ეს ფასები და ეხლა სხვას ვერაფერს ვერ იზამდა ხელისუფლება, მოკლედ ეს ცირკი წამოიწყეს ძალიან ტყუილად. მე არ მინდა გამოვიდე ისე თითქოს პოლიტიკურ ოპოზიციოს წარმომადგენლებს ან ძლიერი საქართველოს ლელოს აქვს მხოლოდ ბრალდებები ქართული ოცნების მიმართ და არ აქვს თავისი გადაწყვეტილებების გზები. ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ხედვები, ჩვენ შევთავაზეთ ის გზები, როგორ შეიძლებოდა ინვესტიციები შემოსულიყო საქართველოში. დღეს თვითონ მათივე გუნდის წარმომადგენელი ირაკლი რუხაძე, რომელიც ხელმძღვანელობდა ხომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას, რაც ტელეიმედია, აცხადებდა, რომ იმას აცხადებდა დღეს პოდკასტში, რასაც ჩვენ ვამბობდით მუდმივად და ვამბობთ, რომ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის. არ შემოდის, რატომ? თურმე ქართული ფული
არეალებს ისევ. 86% ქართული ფულიო, რეინვესტირება ხდებაო. ჩინური ფულიც კი 2012 წლის შემდეგ არ შემოსულაო. ჩვენ რამე განსხვავებულს ვამბობდით, მაგრამ ჩვენ ვამბობდით სხვა რამეს, რომ თუ იქნება თავისუფალი სასამართლო, თუ იქნება გაუმჯობესებული, გარემო ტრანსპარენტული და დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღი ქვეყანაში, თუ იქნება გააზრებული პოლიტიკა, თუ აშენდება ანაკლია, თუ ქვეყანაში შემოვა დასავლური ინვესტიციები და ქვეყანას დაინახავს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც სტაბილურ განვითარებულ ქვეყანას, რომელსაც აქვს თავისი განვითარების გრძელვადიანი, მოკლევადიანი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, ამ შემთხვევაში ხდება უკვე ეკონომიკის სტიმულირება. პოლიტიკური არასტაბილურობა არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა, პასუხის ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს ქვეყანას, ბოლო ციფრიც არის 10%, ეს არის მნიშვნელოვანი, ვთქვათ, სხვა თუნდაც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. დიანა, ქვეყანაში, სადაც არ შემოდის ინვესტიციები, ქვეყანაში საიდანაც მოსახლეობა გარბის, ახალგაზრდა თაობა, ხო? აი ყველაზე ისეთ ასაკში, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ახალგაზრდა თაობა, რომლებიც ქვეყანას უნდა ამრავლებდნენ და არ გარბოდნენ ამ ქვეყნიდან. მოსახლეობა ღარიბდება, ეხლა ჩვენ ყოველდღიურად დავდივართ, ხო? სხვადასხვა რეგიონში, მაღალმთიელ სოფლებში და ვხედავთ რა მდგომარეობაა იქ და აი, როდესაც აი ამ სიტუაციას უყურებ და შესათავაზებელი არაფერი არ გაქვს და ქართულ ოცნებას არ აქვს შესათავაზებელი, იმიტომ დობის დეფიციტი აქვთ ქრონიკული, მათ არ ელაპარაკებიან და არ ენდობიან უცხოელი პარტნიორები, ქვეყნის შიგნით არის უმძიმესი მდგომარეობა სოციალური პოლიტიკის მიმართულებით და ზოგადად ეს ფასების შიმშილი, უმუშევრობა არის დამღუპველი ჩვენი ქვეყნისათვის, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით საერთოდ ხედვა არ არსებობს, არ გაღიზიანების პოლიტიკიდან კაპიტულიანტურ დამოკიდებულებაში არიან გადასულები და აი დღეს უკვე ნახეთ, ხო, ახლა რაღაც იქ შემოგდებული თემებით უკვე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც გადაწყვეტენ, ყველა მიმართულებით ანგრევენ ჩვენი ქვეყნის იმიჯს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ სიტუაციაში, როდესაც პასუხისმგებელი პირი არ არის პოლიტიკური პროცესების, როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა განვითარდეს? აი მე რომ ვიყო ინვესტორი და მქონდეს ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველოში შემოვიტანო მრავალი მილიარდი და დავაბანდო ქართულ ეკონომიკაში და მეუბნებიან, რომ ერთ დღეს მყავს პრემიერი, რასაც უნდა იმას დაუძახებ თურმე, მეორე დღეს პრემიერს და უმაღლესი თანამდებობის პირებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებს აკავებენ და გვანახებენ ოქროს ზოდებს ამოღებულ სახლებიდან და უშვებენ ციხეში. ანუ ერთი თვით ადრე თუ ისინი გმირები იყვნენ, მეორე თვეს გამოდიან ესე. აი როდესაც პოტენციურმა ფულის შემომტანმა იცის ვის უნდა ელაპარაკოს ან აქ ვინ უნდა ელაპარაკოს, მაგალითად ვიხსენებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის შემთხვევაში შეხვედრას და ასევე ემირატების თქვათ პრეზიდენტის შეხვედრას ასევე ივანიშვილთან. ანუ პოტენციური ფულის შემომტანი ან რაღაც ამ ტიპის ურთიერთობებში ყოფნის პროცესში მათ იციან ვინ არის თავარი ეს არის დიანა სწორედ არაფორმალური მმართველობა და ამას ვამბობთ რომ ეს არ უნდა იყოს ქვეყანაში. ქვეყანას არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ქვეყანას ყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას უნდა მართავდეს მინისტრთა კაბინეტის დახმარებით, ხომ? და რეალურად პოლიტიკური ნების გამტარები და დამოუკიდებლობის მქონე ისინი უნდა იყოს. რა დასკვნას ელოდებით ამ კომისიისგან და თავში კითხეთ ახლაც გავიმეორებ, ფიქრობ თუ არა რომ რაღაც ტიპის საკადრო ცვლილებების კიდევ უფრო მეტის, ეს ვთქვათ, ინსპირაცია შეიძლება გახდეს ამ კომისიის დასკვნას ფასების საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით ვერანაირად კომპეტენტურს და კვალიფიციურს არ ველოდები, იმიტომ რომ მთავარი პასუხისმგებელი პირები, ანუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები, საქართველოში საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით პასუხისმგებელი პირები, დაბარებულები არ იყვნენ, ეს იყო საცირკო წარმოდგენა და შაპიტო, რომელიც გამართეს საქართველოს პარლამენტში, ამიტომ დასკვნაც იქნება შესაბამისი. რა თქმა უნდა,
ფასების ზრდა გაგრძელდება, რადგანაც არ არსებობს არანაირი ხედვა ფასების შესაჩერებლად და ცხადია რაღაც ქირურგიული ჩარევით გატარებული თითოეულო ღონისძიება საქართველოში ფასებს ვერ დაარეგულირებს. ფასს ვერ დაწევენ, ანუ ვიღაცის თავი შეწირონ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს რაღაც ყველაზე მარტივი და ქართული ოცნების აპრობირებული ხერხი არის სწორედ, რომ კონკრეტული ადამიანები შესწირონ წარუმატებელ პროექტებს. არც ახლა გამოვრიცხავ. ზოგადად საკადრო პოლიტიკის მიმართულებითაც, რა თქმა უნდა, რაღაც სრულდება ეს 2 წლიანი და 3 წლიანი ციკლებიც და ქართული ოცნების შიგნითაც ხდება ხოლმე გადატვირთვა, ანუ ყველაზე მეტად დაზიანებული პირები, შემდეგ გაყავთ გვერდით, შემდეგ წამოწევენ ახალ პირებს, მაგრამ ეს არ შველის სიტუაციას, არ შველის იმიტომ, რომ ეს პირები ყველანაირად შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არც ერთი მათგანი არ არის დამოუკიდებელი, არც ერთ მათგანს არ გააჩნია პოლიტიკური ნება და დღეს ვინ გაუძღვება კონკრეტულ სტრუქტურას, ამას აბსოლუტურად აზრი არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ქვეყნის განვითარების ხედვა არ არსებობს. ქვეყნის პერსპექტივის დანახვის, ან ამაზე მოსაუბრე რეალურად ადამიანი არ არსებობს. ახლა მესიჯის გამტარები დილით რომ რაღაც მესიჯს შეუდგენს ადამიანი და საღამოს წაიკითხავენ, ეს პირები რეალურად ხელისუფლებას არ წარმოადგენენ. ესენი არიან მარიონეტები, რომლებსაც დღეს დაიბარებენ და წააკითხებენ რაღაცას და ხვალ დაიბარებენ და ეტყვიან, რომ მოდი გადადექი და გადადექი თუ გინდა ბრიფინგით, ან ხშირ შემთხვევებშიც მოდი და სტატუსი დაწერე, ან მე დაგიწერ და შენ გადადექი. ხო, ასეთი პრემიერ-მინისტრებიც გვინახავს ჩვენ წასულები, ხო? ხო და აი ეს არის სწორედ სასაცილო, რომ როდესაც საუბარი იყო დაუშვათ პრემიერ კვირიკაშვილის წასვლასთან დაკავშირებით და იქ მიზეზად მოიყვანეს მაგალითად ბავშვთა შიმშილი, დღეს იგივე ხალხი ცინიკურად ამბობენ, რომ საქართველოში თურმე ბავშვთა შიმშილიო არ არსებობს, ვერ დაინახეს მულტიმილიონერებმა ის, რომ ნაგავსაყრელებთან დგას ხალხი. აი ეს არის ხალხო ცინიზმი. პარლამენტში სხედან ადამიანები ღმერთმა უმრავლოს მდიდარი ადამიანები ჩვენს ქვეყანას, რადგანაც ისინი ქმნიან ზოგადად სამუშაო ადგილებს და დოვლათს, მაგრამ ის ადამიანები, ვინც დღეს არიან უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში და ზოგადად ბიზნესის წრეებში, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პარაზიტირებენ და მდიდრდებიან ჩვენი გადასახადების, გადამხდელების, ანუ შეტანილი თანხის, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე და ყიდულობენ ამ ადგილებს ქართულ პოლიტიკაში, რომ შემდეგ კიდევ გააორმაგონ, გაათმაგონ მათი შემოსავლები, შემდეგ ნაწილი გახდეს ქართული ოცნების შემომწირველი და ამით ინგრევა ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. ამიტომაც ყველამ უნდა ვიაზროვნოთ სახელმწიფოებრივად და დავამარცხოთ ქართული ოცნება.